მარიკა. ბატონო. ავიფიქრეთ წინ. ხო. აი ხა სულ ფიქრობდი. ხო. სულ ფიქრობდი მარიკუნა. აი ეს ჩემი ის რომ აქვს საფირმო სიცილები მე. ბუგეჰე და ბუზუზუზუ. კი მაქსიმ. მომბესდა. მართლა? კი. უნდა შევცვალო. არ არის ეგ ცუდი აზრი. და აი მაგალითად? მაქვს რამდენიმე ვარიანტი. ხო. მაქვს. გეტყვი მე და შენი რეაქციით მაინც მივხვდები ხო რომ აი ნახე მაგალითად კარგი. ესე? დუდუდუდუ? კეკეკეკე? არა, ირაკლი რაღაც არც ერთი არ მომეწონა. მართალი ხარ? ხო. მაქვს შემონახული ჯოკერად. აბა? ერთი მაგარი სიცილი. აბა? მარიკუნა, ვიცი, მოგეწონება. აბა, მიდი. დიჰი? ეგ არის. აი, კარგია, თან ისეთი მოკლეა. მოგეწონა? მომეწონა. ვა, მაგარი ხარ ბეღურიკუნა რა. მომისვინე. ახლონდებთან კაი ხანი არ შესულვარ და რა ხდება? ხო არის თამარი როგორ არის? უკეთ არის, უკეთ, მაგრამ თაბაშირს მაინც არ იხსნის, ისე კარგად თუნდა შემიხორცდეს. რას მედაბარაგები გას? არ იხსნის? მაგან ცოტა ხანით თუ აღარ მოიხსნა ეგ თაბაშირი. მერე უკვე იუნესკო არ მიცემს თაბაშირის მოხსნის და დამპროვის უფლებას. კი. როგორც იმის ისტორიული ძეგლის. ნახე როგორ გაკაჩა? კი გაკაჩა ირაკლი და ეხლა ეს უნდა იძახო მთელი დღე? რა ვერ გავიგე რა მარიკუნა რა პრობლემაა? რა პრობლემაა? რასაკეთებში რა შვილი მითხარი? მე მივდივარ მაიასთან და დათოსთან. ვიფიქრე რაღაცებს წავღებთ კიდე ვალაგებ. აჰა. ხო. ესე იგი ამ დათომ რაც თავის ხელით ვერ წაიღო, ახლა მარიკას ხელით გააქვს. ოხ, დაურეკავ ერთი ვეტყვი რომ დაგხვდეს ქვემოთ მარიკუნა, იმიტომ რომ შენ მაგას იქ მარტო ვერ აიტან. ხო. ალო? დათო მე ვარ. ვინმე და ირაკლი. რომელი და ალასანია? მე ვარ კაცო, რა მოგივიდა? ხო. ისა, დათუჩა. ჩემი მარიკუნა მოდის ახლა თქვენთან. ხო, რაღაცეები მოაქვს კალათით. ხო და დახვდი რა ქვემოთ ცოდოა ეს მარტო ვერ ამოიტო. ხო რა მოხდა გენაცვალე მოდის მარიკუნა შენი მამიდაშვილია ბოლო და მოაქვს რაღაცეები შენთვის და ჩაირბინე უცებ 16 საფრთხილი და დახვდი. კარგი. კარგი. ირაკლი, არ წავახვალ შენ? ვაიმე არა მარიკუნა რა, მეზარება რა, მაგათთან შენი ლიფტით თუ არ მიხვედი ისე აზრი არა აქვს. აი. გამეცინა ირაკლი. იცი რა ვიფიქრე? მაიას და დათოს დღეს საღამოს დავპატიჟებ ჩვენთან. ამდენი ხანია ერთად არიან და არც ერთხელ არ დაგვიპატიჟებია და ცირცხვილია. მართალი ხარ დათო არ ვიცი, მაგრამ მაია მართლა დიდი ხანია არ მინახავს და მაია კი უნდა ნახოს კაცმა. მართალი ხარ ჩემობებურა. ალო. ხო დათო. რა? ასე უცებ როგორ ჩახვედი კაცო? მოიცა ის არ მithქვავს ჯერ არ გამოსულა და ნახევარსაათში გამოვამეთქი? დიკი? კარგი გამოდის ახლა, კარგი. წავედი მე.
ვაიმე, მარიკუნა, ჯერ მანახე მძიმე ხო არ არის? ძიმე არა ვქ. ვაი, მარიკა დაგხვდება არა უშავს იქამდე როგორმე მიხვალ და რა მინდა გთხოვ იცი? მაგათ სახლთან იქ გვერდზე რაღაც მშენებლობა. ხო დაგურები აწყვი ასე. რომ მიხვალ ჩემ თავს გაფიცებ 1-2 აგური აიღე და ასე ჩააწყო. ასე აქედან ჩადე და ეს ზემოდან დააწყე ისა. მარიკუნა და კიბეებზე იაროს ცოტა დათო გამითი ივარჯიშოს არაფერი არ მოვადი. აი შენ მაგ მაიმუნობას ჩემნია მილი რო არის წყლის გაფუჭებული და რო წვეთავს წყალი მიი და ეს გააკეთე. რომელი მილი კაცო? არ იცი ხო? წამოდი. შედი. ვინ მილი რა? ნახავ. აი, ნახე აღმოაჩინე? ო, აი. ხო და გააკეთე. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. წავედი მე. მართლა? კი. ვის არა ქვია? მარიკუნა. ხო. მარიკუნა, ეს კიდე დიდი ხანი არ გაფუჭდება, მაგრამ კარგი, ჰა? კარგი. რახან შენ სასარიშლი გავაკეთე? ხო და გააკეთე. კარგი. დროებით წავედი. დროებით. აბა, კარგად. ეს გააკეთე, ეს ეხლავი გავაკეთებ, კაცო, რა პრობლემა? ეს. ამას შეუდგავ ეხლა და გაკეთებული არ არის. როგორ ხარ სანდრო? სწველებურად. ცუდია. რა ხდება სააგენტოში? ცუდად მინდეს ტურისტული სააგენტოს საქმეები. ყველა კლიენტი უკმაყოფილოა. აი ანანოს ბებიას ხო სკლეროზია, ხო გახსოვთ? კი. ის ხო ჩვენი ტურისტული კომპანიით გაუშვით სამკურნალო. იმანაც კი დამირეკა და მითხრა ეს რა პირობებში გამომიშვი რა სასტუმრო. არადა როგორი კარგი საქმე მეგონა მე ტურისტული კომპანია. და კურნალობის ამბები როგორ მედისო არ თქვამს? კი მითხრა, მაგრამ ვერ გავიგონე ის იყო ჩართული. ბურგი. მოკლედ ეს ყველა უკმაყოფილოა. ისე სანდრო სიმართლე თუ გინდა გითხრა, ტურისტული ეს შენი ბიზნესი რა წამოიწყე მართლა პერსპექტიულია. ოღონდ მიდგომა უნდა შეცვალო სანდრო. კი. აი მე მაგალითად ახლა ვფიქრობ რომ შეცდომა იყო თავიდანვე თავისუფალ ბაზარზე გასვლა. უნდა დაგეწყო შენ ახლობლებით. აი ახლობელი, და ხო იცი ახლა ახლობელი ისეთი რაღაცაა რომ უარსაც ვერ გეუბნება წასვლაზე, ხო ხტები? უარს ვერ გეუბნება და იქიდან თუ უკმაყოფილო ბრუნდება, მე იმდენად ვერ გამოხატავს. მართალია, მეც ვეთანხმები, ლაშას ვეთანხმები სანდრო. თავიდან საერთოდ ყოველთვის ჯობია რომ ახლობლებით დაიწყო რა. კაი, მართლა დამიჯდა ჭკუაში, ხო იცი? ლაშა. შენ ხო იცი, მე შენზე ახლობელი არავინ არ. ხო არ წახვიდობდი. რა არის იცი სანდრო, მე სამწუხაროდ ახლა არ მაქვს მაგის საშუალება სხვაგან წასვლის, მაგრამ რა ვიცი, მოვიფიქრებ. ეხლა ისე მეგობრის ქმარი რა ისეთი ახლობელი, აი, ვახო ხო სხვა შემთხვევაა. ფაქტიურად. ხო, ვახო, შენო წახვიდე. ვახო. არ შეაწუხებდი რომს? არა სანდრო, დიდი მადლობა. რა, შენ გონია მარტო რომი გვაქვს? რა რომი? კიევი, ოდესა, ვახო. სანდრო, არა, ვიზას არ მომცემ. არიცი შენ ხო უკრაინაში ვიზა რო არ გვჭირდება. ეს უკრაინელები არ ითხოვენ ვიზას, თორე თამარი ითხოვს. ესე თამარი ვის გაახსენდა, თამარი. თამარი შენ მართლა არ ჩაგიტყავს ვიზას. კი. კარგი. წავედი მე რა, ხო იცი, უკვე წეგან სააგენტოში მელოდებო ერთ-ერთი უკმაყოფილო კლიენტი. ანტალიის საგზურის მაგივრად ანაკლიის მიუწია. აგიჟებული მელოდებოდა და წავიდოდა უკვე და მივალ, აბა. აბა ხო. წავედი მოკლედ. კარგად. მეც გავალ და მე ხო მოვა. უგაცო. ხო კეთევან. კი, მალე ამოვა. რა არა წამოვიღო? მოიცადე ერთი წუთი. მითხარი აბა. მაწონი. წიწიბურა. და ჰერკულესი, ხო? კარგი, მალე ამოვალ და წამოვიღებ. კარგი.
გამარჯობა ზაფხულო. ლაშა, შენაცვალე ჩემო კარგო. პირველ რიგში უნდა მოგილოცო. მის კაი გოგოა ხო ეს ჩვენ. ძალიან. ჩვენი მომიტანე რა გენაცვალე გიგინა და რაღაცა. ესე იგი, ჩემო საყვარელო, გაგიზარდოს ღმერთი. ბაში. სიხარული, ჯანმრთელობა. აი, რა ვიცი, ნამდვილი სასახელო ქვეყნისთვის, ხო იცი, აი ამ თამარს ამ სიხარულის ფონზე რა მოსვლია, როგორ აქ ფეხი კაცო? აქ ვიღაცა იჭდა? ხო არავის ადგილი. არა, ვახოიჭდა და რა ფეხი? როგორ რა ფეხი? მადლობ, ჩემ შემოგვიდი, კაი გული. კი, ძალიან. ისა, რა ფეხი კაცო, ეხა არ გამაგიჟენ, ფეხი მოიტეხა თამარ მოვა რა? ხო, ეგ ფეხი ხო. ნათელა. ეგ ფეხი არ არის მოტეხილი. არ არის ეგ ფეხი მოტეხილი. კი, ჩვენ ვატყუებთ ნათელა დავადეთ საბაშირი რომ უმოძრაოთ რო იყოს ნათელა. რატო კაცო? კი. რატო? სერიოზულად არის საქმე ნათელა. რას მეგაპარაკები? რას ლაპარაკი? ეგ უნდა გვითხრა აი 3 კვირა მაქსიმუმ 1 თვის და კარგი ნათელა. ჩემი სიტყვა კაცო. ბობო. რა მითხარი ეს მა? აბა, საშინელად. მე ლაშა რა მითხარი? ეს დროც ისე საფად არის. ერთი თვე კაცო. ეს როგორ უცებ კაცო? არ ვიცი, გაგიჟდები. სიკვდილი ვაი, მე თამარი ჩემი. კარგი ნათელა, კარგი ეხლა კარგი. მოიცან კაცო. ეხლა ვახვარი აქ და არ მინდა რომ გაიგოს აქ იჯდა ვახოცკო და ეს მოვა და ეს არ გააგებინო, არ იცის ვახომაც არ იცის ეს. კარგი ნათელა, კარგი. რას მეუბნებს რა მითხარი? აბა, ესეთი ამბავი, ეს დროც ისე სწრაფად გარბის, ისე სწრაფად და ჩემი პატარა თამარი სიცოცხლე წავს, კაცო, ესეთი ინფორმაციით გატენი. ნათელა. ნათელა. ვაი, მე რა მითხარი ეს? იქნებ მოინახულო ნათელა. აბა რას ვიზამ? ეხვეწები რაღაცა იქ. ვაი, მე აბა რას ვიზამ, კაცო, როგორ ისედაც ვაპირებდი ახლა ფეხის გამო, ფეხი მეგონა. კარგი ნათელა, კარგი. ისედაც ვაპირებდი ლაჭა, რაღა დაგიმალე, გუშინ ვეღარ ამოვედი, მე ისეთი ჩოჩქოლი იყო. შუაღამიზე ჩვენ ეზოში რომ პანჯარას ვერ მოვწყდით, რომ გუშინვე ვაპირებდი. რატო? რა ხდებოდა და ვიღაც ორი დეგენერატი ლოთი ხმაურობდა, სიბნელეში ვერ გავარჩე, ქალაქს ვაწუხებთ და ერთი ამბავი. დეგენერატები მთელი ღამე ვიდექი პანჯარასთან ვერც ვერაფერი დავინახე, ვერც დავიძინე, გავგიჟდი კინაღამ, რაც მე ეგენი წყევლე, ლაშა. წყევლე ხო ნათელა. რაც მე ეგენი წყემა შენ ჯვარი წერია. შენ თელ შენ ოჯახ, შენ პატარას თამას მაიმე და ჩული და. კარგი, ნათელა, კარგი ხო. ხო, აი ესეთი ამბავი გვაქვს. გამოიხედე ახლა ესე იგი ერთ თვეშიო თუ ამბოდა ესე იგი, ის რა ქვია, სიდამონიზეების გოგო, იმ ღიპიან უსაქმურს რომ იყვება, ესე იგი მაგამბავს ვერ უნდა დაესწროს, მაქსე ის ჩემო. ხო და იქნებ გაითვალისწინო ნათელა რომ ნახავ რომ ესე იგი თამარს ეჭმევა მარტო ეს წიწიბურა, მაწონი და ესა ჰერკულესი, ხო. მაჩვენე შენ მეექსი? მაჩვენე კიდე რაგა დავალე. როგორ გეკადრება ჩემი საყვარელი თამარისთვის, ჩემი პატარა თამარისთვის ეტა მეციც. აუცი, მე მომანდე მაგი ამბავ. ხო. როგორ ეგრე მიცნობ? არა. ჰერკულესი და ხო. კი, წიწიბურა და ჰერკულესი მაწონიც. ხო, კაი, შენ შემოგევლე. მაგას ახლა მაგას როგორ არ გავაკეთებ ბოლო გზაზე ჩემ თამარისთვის. ნათელა. გეხვეწე. ძალიან გთხოვ მოაყოლე ის ფეხი როგორ მოიტეხა იმ ძროხამ როგორ მოტეხა ეგ ამბავი მოაყოლე. კი, უყვარს. ძალიან უყვარს მაგას რო აყოლებ. არ დაგამიწყდეს ნათელა ეგ მოაყოლე. და მართალი გონია მე რომ მართლა ეს ფეხი მოტეხილი და აი ეს სიხარული ტყლება. აი მე ჩემო როგორ არ ველოდი კაცო ახლა ამბავს როგორ არ საიდან დაეტაკა ეხლა. არ ვიცი. გეხვეწე ერთი კი. ნათელა ძალიან გთხოვ თალიკოს არ უთხრე. ხო იცი რა ტიპის ქალია მოდებს ქვეყანას მოდებს ეგ რა. თალიკოს მასწავლი შენ მე თალიკოს როგორ ვეთქვი მაგა. როგორ აღა მაწყენინე ლაშა ეხლა იცოდე შენი ჭირი. არა, ჩვენია თალიკოსა ნათელა რას ლაპარაკობ?
ბოდიში რომ ეს გითხარი არა მე მესმის ეხა მაგრამ თალიკო მასწავლი ეხა შენ მე არ ვიცი რომ თალიკოსთან არაფერი არ უნდა თქვა მუსდებ თელ ქვეყანას გაცო რას მეუღები მე გაჩვენი პატარა აგი აშა ახო არის ეს ხო გამარჯობა ნათლა შეგენაც ვახობა ჩემო საყვარელო ერთი მაგარი აზრი მომივიდა რა აბა ეხლა უკრაინა იქით იყოს და თამარს ფეხი რომ მოურჩება გადავწყვიტე რომ საახალწლოდ ევროპაში წავიყვანო აი მე ჩემო საყვარელო რა ოქრო ხარ ვახო უნდა წაიყვანო ვახო აი მე კარგი ნათელი ხო რაღაცა ცოტა კაი წავედი მე ესე ჯობია ეხა წავალ რაღაც საქმე მაგ და გავივლი აბა შენი ჭირიმე კარგად იყავით ბიჭებო აბა მაგრად ვახო გენაცვალე აი მიყარხარ ძალიან აბა ხვენიცით ეხა ლაშა მაგრა იყავით და კარგად იყავით და აი რაღაცა ძალიან მაგრა რა წავედი აბა კარგად იყავით შემოგე ჩამიწერე ეს და მე მოხდი აი აბა თალიკო დამამოდი რითი ვერ მივეჩვია მე 16 საათს აღარ შემიძლია რა მაყინე დათუნა ბუზღუ კვერცხი ძევთან ერთად შევწვა თუ ყველთან ერთად პომიდორთანაც კარგი დათო ბუზღუ შეგიძლია ფანჯარაში გადაიხედო ნახე მამაჩემის მანქანა ხوار შემოვიდა ეზოში თავისთვის რაიონი ისაიჩია რა კვერცხი უნდა შეწვალოს მე კიდე აქედან უნდა გადავიხედო რა არ შემიძლია არჩა წარმოსულა ალბათ არ ვიცი რა როგორ ახარ შემოდი როგორ აშ კარგად მამა შენ როგორ ახარ როგორ იმგზავრე ორბუსამდე კარგად აი კიბეებზე ძალიან დავიღალე ლიფტს არ აკეთებენ არა როცა ყველა დადებს ფულსო ეგ როდის იქნება არასდროსო შენ როგორ ახარ ატონ დავიც გაუმარჯოს როგორ ბრძანდები? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? ხო, კარგად. რა ხდება სოფელში გავიგე ყოფილ ხართ, რა ხდება იქ, როგორ მიდის საქმეები, რა ამბებიან? ყველაფერი ძველებურად. ზაკი დააგეს სათაქს, ძალიან. გაზი ჯერ არ გაუყვანიათ. ვალობს ხალხი. აი რომ მოვდიოდი, ხალხი მეხოცებოდა ზვიად. იქნებ შენ მაინც მიაწვიდო ვინმეს ხმა რომ ჩვენი პრობლემების თაობაზე რამე ხმა მიაწვინო? там მე რომ მივაწვენინო ვინმესთვის ხმა რას იგისრებ? ოღონდ შეძლებული სოფელია და ერთ ჭედილას მაინც დაკლავენ. ჭედილა. ჭედილა კარგია. ჭედილა. რა ვიცი აბა ეხა როგორ ვერ უნდა მივაწვინო ეხა ვინმეს ხმა აი მინისტრის მოადგილეს მაინც რა ვიცი ვიპოვი ალბათ ვინმეს. შენი ამბავი გავიგე და ძალიან გამეხარდა. ლექციები მიცესო. დაიწყე მუშაობა. კი, დავიწყე მუშაობა. რას ფიქრობ, როგორი თაობა მოდის? მე არ მოვწონს. ძალიან ცუდი თაობა.
რაღაც ისეთი თაობა რა, ერთფერო სულ რაღაც ჩვენ თაობა მაინც განსხვავებული იყო. სტადიონზე ვიპარებოდით უბილეთოთ ხოლმე, უმობანას ვთამაშობდით, დადრახობანას ვიძახდით. ძალიან ყვიროდით, ჟიმიყვილი იყო ეზო სიცოცხლე ჭკებდა ეს მეზობელს მოპარავდით ხოლმე, მოპარავდით რა, შეუსვლით ხოლმე სარეცხს ერთი წავიხებდით მეორე. აქეთა მერე იყო გარშემო ვისი და იყო როგორ ეს პატარა ის და ესეთი სიცოცხლე იყო დიახ და ახლა ეს თაობა კიდე სულ წიგნი კომპიუტერი, წიგნი გაფუშტა თაობა. რასიზამ. აიყო შე როგორ ახლა? კარგად. კიდე ძალიან გაყურებელებ შენი უფროსი ფეხბურთს. არა, ახალი უფროსი მოვიდა და ახლა კალათბურთს უყურებ. ისე, მამა, აბა ფელამუშიც მომაქვს რა. ფელამუში და რაღაცეები მანქანაში ვიდებს. ულიფტოდ ვერ ამოვიტანდი. ეხლა დათო ჩამყვება და ერთად ამოვიდა. ხო რა? მე ჩავერბე და უცებ ამოვალ. აი. მე არ გითხარით, ჩემი ამბავი არ გაგიგიათ. ჩემი და თამარის ამბავი. არა, ხო, ეხლა მოგიყვებით, როგორ იყო ისე თამარს დაიჯახა ძროხა. მოტეხა ფეხი. მე თამარი დამეჯახა მე და მატკინა ფეხი. დიახ. აი ხრო გამოვიწყეს რო კითხულობდი რო არ მткиოდა, იმიტომ კი არა რაღაცა არ მткиოდა, მაგრამ გადამავიწყდა ესეთი რაღაცას ვეცნობოდი ჩემი ზერით და აი ესე ხა ისე ამტკიბდა დამეჭიმა ეხა კოჭს ქვემოთ და კოჭზემოთ გასწებული უკვე აი ხითა ხედა. თელი გამოიწუხა. მამთა თვალი არ მომიხუჭი. დიახ. აგეთ მაშინ მე ჩავალ და მე ამოვიდა. აი მე თუ არ შეწუხდებით რა. ბუზღო. აი რა ცუდი საქმე თქვენ ყავს ჩვენ корпуსს რა. როგორ ლიფტის გულისთვის როგორ მომატყები და ესეთი პატრიოტსანი კაცი რა. ისე რანაირად მიყურებდა მამაში რა. გამოხიტო ამდენ რაღაცას უყებოდი. ცოცხლე რაღაც ვიხარჯები ამყები რატომ მიყურ. გეკმეთკი სადაცილოს უყებ ამყალა რა. ბუზღო დაწყნარდი. აი, მარიკა. როგორ მომენატრე, აი, რატო შეწუხდი? რა შეწუხება? რა ხარჯინა? ირაკლი როგორ არის? ცოტა საქმე მაქვს ირაკლისთან. ხო? ძალიან კარგია საქმე თუ გაქვს. საღამოს ჩვენთან გვპატიჟებთ ირაკლი. მართლა? წავიდეთ. ხო. მაგას არ გთხოვდი ბუზღო. მე რა დათო არ ცხენია რა უნდა შენ მაინც ჩვენამდე მოსულ. ოღონდ მამამისიც უნდა წამოვიდეს. მამამისი? მამა ჩემი. აბა ეხლა ხმა მიაწვიდე ჭედილას რა შროში. არ მიაწვიდო ხმა ჭედილას. ხო. და ოღონდ ერთი პირობით. აი ხა მოიფიქრე რომ მივაც ირაკლს ვეუბნებით რომ ეს არის ჩემი მაიკოს მამა, ოღონდ ჩვენთან არის ადგილი და თქვენთან უნდა დარჩეს, ხო? ხო. უთხარი? ეგრე უთხარი კარგია. ჭიგარი. ჭიგარი ხო კარგი სამშვი. კარგი ისე დავიღალე ამ ხელა გზა იყო თქვენამდე ლიფტით რომ რაიმე და აი მე დავსვი ხა კარგი მეტკინა დავ რაიმე ეს არის ისა რა ქვია ჩემი მამი და დიახ და მე ვარ კი გამარჯობა მარიკა ჩემთვისაც სასიამოვნოა სუქანი იყო ძალიან 200 კილო იყო და დიეტაზე და აი ეს გახსოვს ხელში ატატებული და აი ესე დავყავს ამ ინვალიდ კაცს თორე აი ხა როგორ ამწყებდა დიდი რო სუქი აი დაკრუთა რომ მაიც კარგად ძალდებოდეთ. არაფრის, კარგად. კლიენტი იყო? ხო, სანდრო კლიენტი იყო და ესე თავაზიანად მელაპარაკებოდა. ის აფექსაცმლის ატელიეს კითხულობდნენ. ჩვენზე ვით რო არის, ხო იცი, სულ ეშლება და აქ მოდიან. აი, ხედავ, ჩვენ იმათ რამდენ კლიენტს უგზავნით, ისინი ერთსა გამოგზავნიან ქვევით. სანდრო იცი რა არის? ბანკიდან კიდე დარეკეს. 5 თვეში თუ არ დაფარავ დავალიანებას, თქვენ ქონებას დავაყადაღებთო. სალომე. გამოვიფიქრე იცი? ეგ ბანკის თანამშრომლები რო გაუშვათ ჩვენი ტურისტულით.
აი მე სანდრო რას ამბობ? ეგენი რა ჩვენ ტურისტული ფილმით გავუშვათ. მე 5 თვე კი არ დაგვეცდენ, ჩამოვლენ თუ რა ყველაფერს დაგვართმევენ. მაშინ უფრო მაგარი მოვიფიქრე. ეხლა რაღაც პროგრამით ხო ჩამოიყვანეს 1000 ინგლისურის მასწავლებელი. ჩვენ აქედან 1000 ქართულის მასწავლებელი რო გავუშვათ იქ ჩვენი ტურისტულიც, არა? კაი. არა, მე მაინც ლაშას იდეა მომწონს. აი ახლობლები უნდა გავუშვათ, სანდრო. ხო და საუბარ მამაშენი გავუშვათ. სანდრო, კარგი, გავუშვათ მამაჩემი, მაგრამ მე ამ ოფისის ქირას ვინ გადაიხდის? და სალომე, მე ხომ შენზე ახლობელი არავინ არ მყავს. ხო და შენ წადი, ჰა? მიდი ადექი ხა გადი და შემოდი როგორც კლიენტი. აი მე გაჭკვიანი. მიდი შკარშკა. აქამდე როგორ ვერ მოიწვე მიკუშს. გამარჯობა. ჯობა გისმენთ. იცით რა არის მე სამოგზაუროდ მინდა წასვლა. აჰა. მარტო მიბრძანდებით თუ მეუღლესთან ერთად? იცით მარტო. და მეუღლემ იცის გიშვებთ? დიახ, იცის, სხვათა შორის მე მისი ბიზნესის გადასარჩენად მივდივარ. აი რა კარგი, აი, მაშინ აი ბუკლეტი და ამოარჩიეთ, სად გინდათ დაისვენოთ. აბა, ნახოთ. აი ტაილანდი არის ძალიან კარგი. იცით შარმელ-შეიხიც კარგია. სალომე, ჩვენ მაგდენი ფული არ გვაქვს. რამე თურქეთიდან ამოარჩი. კარგით, მაშინ აი ეს სასტუმრო მომწონს ძალიან და ასეთი იაფი ღირს თქვენთან? ეხლა ახლობლები ვართ და ვერ მოგატყუებ. ნახე, ეს სასტუმრო კი არის ძალიან კარგი, მაგრამ იაფი რატოა იცი? აი გვერდზე რო პატარა სასტუმრო ჩანს, ეგ არის და იმიტომ ეგეთია. აი რა კარგია ახლობელი რო ყავს სადმე თორე, ახლა უცხორო ყოფილიყავი, ხო მოუტყუდებოდი არა? ხო. კარგით, აი ამ წელს ავიღებ. კი ბატონო, ძალიან კარგს იზავთ თუ ბეზს დამიტოვებთ. დაგიჯავშნით უკვე. ბეზს დაგიტოვებთ. კარგით. ეს საკვარისია? საკვარისია? კარგით, ეს იყოს მოხსნით. ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის. აბა. აბა რა ქენი სანდრო? სალომე, ერთი ტური გავყიდე. აი რა მაგარია სანდრო კი. ძალიან მაგარია. სანდრო, ხიბლაძეები რო გაუშვით ანტალიაში, დღეს ჩამოდიან? ო, არ ვიცი, მოიცადე. დავრეკო აეროპორტში. ალო, გამარჯობა აეროპორტია ხო? ანტალია თბილისი დაჯდა? კარგით, მადლობა. გადაწავედით აქედან მალე მოვა. კარი შეგება? ვაიმე. მომკლავს ქვედა მეზობელი. მომკლავს. ვაიმე. მომკლავს მარიკა. ეს სამირანიც სად არის ამდენ ხანს რა? რითი ვერ მოვიდა. კარგი იყო. ამირანი ხარ თუ ქვედა მეზობელი? ამირან. გენაცვა. ჩიხლაძეების ბინა? ჩხეიძეების. ვიტალი ხო? ირაკლი. აჰო, ირაკლი. ტელეფონზე კარგად ვერ გავიგე, ირაკლი. აჰა. რა დამემართა ეხლა? დიახ. ვაიცა ეხლა დავდო ეს მოგიყვე. მოვძენ. რა დამემართა? ბიჭო, ხო. ტელეფონი ჩამივარდა გატში. ხო. ხო და მაგიტო ვერ გავიგე რა, შენი ზა. ხო რამშო. ხო. აბა ეხლა მითხარი რა გაგჭირვებია კაცური კაცი? მოვძანდით ბატონო ამირან. მოვძანდით. ხო. აი. ნახე გენაცვალე. შეხედე, აი აქ წყალი წვეთავს. ჟონავს. რამშოლობა წვეთავს ჟონავს, თრთის, რამშოლობა. გამოდის და იმაშვება, რა ქვია, ასველებს ყველაფერს. შეხედე, აი რაღაცა მივა იმას ვქენი, და რამდენი ხანი ეყოფა არ ვიცი. დაიცა ხო ნახავ რა. ხო, მიდი რა. მიდი გენაცვალე. მიდი. так. თავიდანვე ცუდად გაკეთებული. აი უგულოთ.
აი ხა მე ის კაცი არა ვარ რომ აი ერთი ექიმი რომ რეცეპტს გამოუწევს და მეორე რომ დაიწუნებს. ეგ კაცი არა ვარ, მე ერთი პატიოსანი შრომელი კაცი ვარ. ჩვეულებრივი მუშა. თქვენ რა ხართ პროფესიით? აგრონომი. აგრონომი? აგა შენა ღმერთი. აგრონომი. აი ხო შენა აგრონომი. შენიერი ვინა. გამომართვის. ალო. ხო, ამირანი ვარ. ვინ ვიქნებია? ამირანი ვარ. პეტროვიჩ ამირანი ვარ, ხო? ეხ რატო არიცი რა დავემართა? ტელეფონი ჩამივარ და გაჩში. რო არ მოგატყუო სილიკონში. ხო, მაგიტო არის მოდა. ხო. ბითხარი აბა ჩავიწე. ერთი წუთი. მითხარი? ერთი წუთი რა. არა, შენ არა, შენ მითხარ. 25. ხო, ის შტაბელები არ გჭირდება, 500 წელი ლურს მან. ხო, გასაგები. არის. ხო. რა საკეთებ? რა? ეს გასაკეთებელია თავით. რატო ვითომ? შეხედე? აი? არ ვარ გას. სახლიდანა შესაგები. გაკეთებულს გავს ახლა ეს. მოიცა, შენ რა სამგებრო საქმეც იცი? აბარა. მაგრამ ეხა რო არ მოგატყუო სიმართლე რო გითხრა, მე სანტექნიკა მირჩეული. მაგრამ მაგასაც მივხედავთ კაცო ეს. არა პრობლემა. საწაული ეს? ხო, მოიცა რა რას? ის ბატონო ამირანი. ბატონო. ენაცვალე. ხო, მითხარი ახლა ის რა ზუსტად. ძალიან ხო, კაცურად მითხარი პირდაპირ. რა დრო დაჭირდება ემის გაკეთებას ყველაფერს? გამომართვი. გეტყვი ხა მეში. ეხა ამას ყველაფერს 1 2 3 1 კვირა რო არ მოგატყო 10 დღე უნდა რა. აჰა. ხო, გენდო სიტყვაზე? აი ხა მე შენ გეტყვი დაძექი. შენ ხა მე კარგად არ ვიცნობ. მე ხა იცი რა კაცი ვარ? ეხა გეტყვი რა. ამასინად ვდგავართ ელიავაძე. 9 არის დარიგებული. 4-ის გარდა ვარ, 5-ის კარტი გვაქვს. ეხა აი გეუნები რა 5-ის როგორი კარტი გვაქვს, იცი? აი პარი 5-ის კარტი გვაქვს. ამ დროს გაჩერდა მანქანა. სანტექნიკიო იძახის რა. აი ჩიმორშულს გეფიცები რა. ხო 5-ის კარტი მყავდა. ხო 300 ვიწერდი. ეგრევე დავყარე კარტები პირველი მივასწარი მანქანას. ეხლა მესინ ამას ყველაფერს რატო გიყვები, იცი რომ? აი ეს არის პროფესიონალიზმი. ეს არის პროფესიონალიზმი. აიცა, ერთი ვინ არის? ესა, თუ ძმა ხარ რა. ერთი უთხარი რომ ამ ნომერზე ამირანი აღარ არის. მოიცა კაცო რა უთხარი? ბიდი რა გე. ვინ არის კაცო? ხალია რა. ვინ ხალია? კლიენტი რა. ვინ კლიენტი? მოიცა რა აქვს? არ არის. ამირანს ეს ნომერი აღარ არის. ალო? გისმენთ ბატონო? დიახ, არა გენაცვალე, მე ამირანი არა ვარ. ამირანს აღარ აქვს ეს ნომერი. ახლა მე მაქვს ეს ნომერი. არა ეს ამირანის ნომერი აღარ არის. ნუ ახლა შენც ეგეთი აფერისტი იქნები რა თქმა აქვს ალბატონო. როგორ გეკადრე? ხო, რა არ ვიცი ნომერი ამირანის. სახში დაურეკავთ?
დაურეგეთ. კარგი ხალბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. ტყუილებს მალაპარაკებ ამ ხელა კაცს რა. ოქრო ხარ რა, შემჭამა ამ ქალმა, შემჭამა. ეხა ამას გონია რომ თელ თბილისში მარტო ამას აქ პარკეტი აკრილი რა. იმ ხელა ქალი რო დახტის და დაცეკვავს იმ პარკეტს ეხა ვითომ რა ეგონა ეხა დამდევს და მეხვეწება მეორედ დამიგე. მეორედ მაგასთან კი არა, ჩემს სახში არა მაქვს პარკეტი დაგებული. ვისა? ამია? ხო. მომისმინე, შენ რა პარკეტსაც აგებ? არ მithავს? მაინც შენი პარკეტის ვნახოთ. მოიცა, კარგი პარკეტია, კარგი. დაანებე თავი, კარგია. რას უკვე ყველა უყურებ, კარგია. კარგია. გაი პარკეტია. ჩემი დაგებული ხო არა? არა. მომისმინე, ესე იგი ცოლ-შვილი ყავს, ხო? ცოლი მყავს. ორი ბიჭი მყავს. როგორ მოგატყუოს? სამი. არა, კაც ორი ბიჭი მყავს. არა, ეხა. ამაზე ლაპარაკის დრო ეხა ჩვენ არ აქვს. ამაზე მე ვილაპარაკოთ, ეხლა მე წავალ ლონკანს გავაკეთებ. 10 წუთში ყველაფერი ბზად იქნება. რომ არ მოგატყუო 15 წუთში. ალო. ხო გოგი. რას ქვია დამოვიწყდა? მახსოვს ყველაფერი. ვიცი უნდა მოვიდე, აბა რა. და მოვალ. ზუსტად 9 საათში შენთან ვარ, გოგი. რო არ მოგატყუო 40 წუთში. ბატონო, სად არის ლაშა ამდენ ხარ? ამოვედი უკვე, ვაი. ამოვედიო. მე როდის მოვა რა? არიცი სახლში ფეხმოტეხილი ცოლის და ფეხმძიმე ცოლი რო ელოდება? ხო. აბა რა ამოვედი. ვაი. ლაშა. სახლში ხარ თამა? ჩვენ ხუბრობთ ისე? მე მაგ ხუბრობას გირჩემია, ხა წვენი გამომიტანო, ლაშა. სადილი გააცხელე და მე ჩაი გამიკეთე. მიდი გაციცოდე, მიდი. თამრი მომისმინე. ამ ყველაფერს ვახოს ვერ დაავალებ, ლაშა ცოდუა დაიღალა უკვე. მე კეთინო ვახოს 10 წელია, იმდენი საქმეა, ბიჭს ოჯახს ინახავს. ას მოვაპარაკე. ოჯახ ნახე გამოუწუთნია, მაინც ვახოს. ცოლი, ოჯახ ვახოს, ოჯახ. მამა. ნათელა რა და დაელაპარაკე. ნათელა? მე რა ვიცი, დაელაპარაკე. ალო. ხო ნათელა, ხო. არა მიშავს. კარგი, ხო, არ ვიძინებთ. კარგი გელოდებ. კარგი. რა უნდა? თუ არ იძინებთო, ხო, ამოვალ და გინახულებთ. ამოვალო? ნათელა იყო. ნათელა იყო. ნათელა. საწყალი. ვინ? ნათელა კაცო, საწყალი ნათელა. რა ნათელა, რა საწყალი? რა არიცი თქვენ? რა მოხდა? რა? მაგას რა დაემართა არიცი? რა დაემართა, კარგი ახლა. ნიჟარაძეები შეაფრან ახლა ეზოში. მე? ხო და ასე მეთხესო, ანს უნდა ყოფილა ნათელა. ნათელა? ჩვენი ნათელა. მართლა ქეთევარ, მართლა ძალიან უნდა ყოფილა ექიმება მაქსიმუმ 3 კვირა, ერთი თვე. რას ლაპარაკობ? ჩვენ ნათელასია. თვითონ არა, არ ვიცი, თამარ, იცის თუ არ იცის, მაგრამ რა, მე მგონი ხდება თურმე რაღაც. აი, რა დადის ესე მეზობლებში დადის, თურმე და ეფერება ყველა. რა მეზობლებს ათელა? მე ნათელა მთელი ჩემი ბავშვობა მაგხვალცინ და დელიეს ხოვრება ნათელას გვერდით, რა ვიცი, ვაიმე როგორი გოგო, ესეთი მაღალი ტანადი რაღაცა, მაღალი ფეხებით, ქორწილებშიო, ასელი გადმოხდებოდა ნათელაც ეკავდა და ქეთევან გაიხსენე პირველი ხალხში სიგარეტი ვინ მოწია? ნათელა. ესეთი გზელი ფეხები რო ხო, ეს
ეჭედი რო ქონდა რაღაც ჭყიალა ბეკარგა დღეს ბარში რო ეს აი ეს რო რაღაცა ხო რაღაცნაირად რო არა და ბიჭო დღეს არ ნახეთ ეს რა მითხარი ეს რა მითხარი რა რაღაცა კი შევატყელა შევატყე რაღაცა ისე ლაპარაკობდა რა ხო არ შეიძლება შეამჩნევდი ისე დაკვირებული თვალი გაკაცო მე ვინას გამომაპარეს არაცხვენია შენ არის ხლაფი არის ნათელა რა ფერი არ ყოფილა ცხოვრება ამები ცხოვრება შეიძლება არ შეიმჩნიო არა აი მოგზადი ნათელა შეიძლება შემოდი როგორ ხარ აი მე ნათელა გენაცვალი რა კარგად გამოიყურები ნათელა გოდიში ვერაღლეკი ნათელა ჩემ იყავი კაცო მე მოვალ მოდი აი მე ნათელა რა კარგად საყვარელო გენაცვალი შეკინაცვალები როგორ ახარ კარგად უნდა იყო ხო იცი მაგრად უნდა იყო აი ძალიან თავი ქონდეს უნდა აწეული მაღლა და არ უნდა გატყდეს შედეხლა უნდა იყო მაგრად ხო დაი მე ეს ისე ციციბურა წამოგიღეს ციციბურა ხო ციციბურა ეს დაი მე რა ციციბურა ეჭმევაო შენ ხო მართ მაინც ახლა რატომ შეძრახი ნათელა დიდი მადლობა შენი პატარა ხამარი ნათელა ყავას მოგართმევთ ვაი მე ოქრო ხარ ვახო შემოგევლე ოქრო ხარ გენასვალე არ შეიძლება ამისთვის ყავა მაგრამ არ შეიძლება ეგრევე არ შეიძლება რა საკეთე უი მადლობა გაგთავებია მაიმე შენ კარგად იყავი არა უშავს აი არა უშავს ეხლა თამარ მოკევი ეხლა ეს შენი ფეხის ამბავი რაო რა მოგსვლია კაცო მოგიყვები როგორ მოყევი როგორ მოიტახე მოყევი ამოუშვი კაცო და მოყევი და ვიცინოთ ერთი კარგად ვინხიარ შიგინა მე დავახომ გადავწყვიტე სამტრედიაში წასვლა იცი რა მაგარი როგორ ვიფიქრე რომ რამინის სოციურის მივეხმარება ძიური კარტიკალია მივეხმარებოდი ძროხის მოძროხის მიდას ხოდა რა ვიცი რაღაცა პრეტენზიული ყოფილა ძროხა აი რა გოგო ასე ყოჩა ესე კარგად მხიარულად უნდა მოყვე ძროხას და უნდა მომეწონა ესე აყარა წიგნები და კიდელზე აი ესე წევარე ხარა უშავდენდენაწოლი შენ მალე ადგები გაივლი მალე და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ჩვენ რაც შეგვეძლება ყველაფერი ხარში დაგიდგებით მთელი სამეზობლო როგორ კაცო როგორ ეხა აბა რისთვის ვართ ერთმანეთს თუ არ გვერდზე თუ არ დაუდეხით ყველაფერი კარგად იქნება შენ მალე და ეხლა ირაკლი მართლა მოხსნეს კიდე რაღაც უნდა გითხრა და არავის არ უთხრა. ხო, არა, კაცო, ვის ვეთქვი? როგორ ეგრე მიცნობ? ფიდასეთყვი შესაძოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიყვანეს და ხმა გამოვიდა იქიდან რომ მალე გადაიყვანენ კიდე გააწყალეს მაგათაც გული მაგათ კიდე ოღონდ ვინმე გადაიყვანო კაცო და დანიშნავენ მე მოხსნიან მე გადაყავ დანიშნავენ აბა ხო აბა არაფერი არ ყოფილა ეს ცხოვრება არაფერი აი წამე ნათელა აბა ეხლა მითხა აი ესე ყოჩი ხალისიანად უფრო გენაცვალე ერთი წუთი არ უნდა მოუხუჭო თვალი ყველაფერი რა კაია ეს რო გაინტერესებს ყველაფერი ეხლა მოგიყვები ახლა ამბებს აბა ნათელა ხო გისმე კვიჟინაძეების ლადო მე მგონი მაგან ჩაიკერა ხო იცი
ჩაკეტილა. აბა, 2 დღე არ დაულევია და აბა რატო ეხლა? რატო გეკითხები? ჰა? 2 დღე არ დაულევია და 2 დღე ხიზლად. რას ლაპარაკობ? ხო, ეხლა ის რა ქვია? სხმოიანი. რაო? ასე დადის იღლიებში ინგლისურის წიგნებით მიდის მე მგონი ამერიკაში აპირებს ეგ წასვლას. აბა ეხლა რა უნდა სხმოიანთან ინგლისურის წიგნებს კაცო. ხო. აბა და მთავარი ახლა კიდე. რა. და გაცინო ეხლა. აბა გოშაძე ებარო თქოს თურქეთში ვიყავით და იქ დავისვენეთო. ხო. მე არა, ნუ გაგიჟდები რა. სად იყვნენ? ხარ ხო თქოს თურქეთში ვიყავ. სად იყვნენ? აი სად? მალთაყვა. შეხედეთ ყველაფერს ყვება. არ უნდა რომ რამე თან წაიღოს. მიდი ხარ ნათელ ხო წავაი დაისვენე ჩემოსად ხო აბა ხილად ნათელ ხო არა ხა რა უშავს ყველას თავის უმაღლესი აქვს დაგჭა ის კაი ჩემო კარგო აბა კარგად ამარ მოვალ კიდე და გინა ხო მაგრა იყავი დაისვენე ნათელ კი კარგად ნათელ მადლობა აბა თალიკო მომიკითხე თალიკო აუცილებლად ისე რაღაც დღეს დილის მერე არ მინახია თალიკო თუ ნახავ მოვიკითხავ ხო ნათელა არ გინახავს თალიკო შენ დღეს დილის მერე ხო დილის მერე არა ლაშა მე თალიკო არ მინახავს კაცო ხო აბა რა რაღაც ნახავდი რაო რა კაცო არ იცით მაგას არ დაემართოთ რა მოდი კაცო რა არ იცი რა და თალიკო რა დაიმართა